ამას ვერ ვიტყოდი მაგალითად ზია ამაღლობას, რომელიც ხორბლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას. ხო, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა, მაგრამ უმეტესობა ამ ადამიანების განსაკუთრებით ახალგაზრდების მოგზაურობარი, ესენი არიან რა თქმა უნდა მსხვერპლი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება არ უნდა დარჩეს უპასუხოდ და გამომდინარე იქიდან, რომ ჯეროვანი სიზუსტე უნდა დაიცვას მაუწყებელმა, ის რომ სამართლიანად უნდა მოექცეს ყველა მოქალაქეს და სამართლიანობის პრინციპი უნდა დაიცვას და აუცილებლად უნდა დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, აი ამ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ამ ნორმებიდან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ, რომ მაიამ წარიაშვილს, მზია ამაღლობელის ადვოკატს მიეცეს საშუალება, რომ ეს არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი განცხადებები გააბათილოს თავისი გამოსვლით. ამიტომ ვითხოვთ ღია ეთერს, რომელშიც მაიამ წარიაშვილი იქნება ღამის კურიერის სტუმარი. აი იმ კონკრეტულ ინტერვალში, რომლის დათმობასაც ვითხოვთ მისთვის, მან გასცეს პასუხი იმ არაზუსტ შეცდომაში შემყვან და მცდარ ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის ამავე გადაცემაში გაავრცელა ირაკლი კობახიძემ.